კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები ჩემს კოლეგებს, მივესალმები სტუმრებს, მივესალმები სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის თანამშრომლებს. 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ განვაახლეთ კომიტეტის სხდომები. მე მინდა ჩვენ გუნდს მიულოცო ასეთი ბრწყინვალე და ღირსეული გამარჯვება 64 მუნიციპალიტეტში. მიულოცო არჩეულ მერებს, მიულოცო ახლად არჩეულ საკრებულოებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მინდა მიულოცო ქართული ოცნების გუნდს. ქორუმი გვაქვს, ჩვენ დღეს განვიხილავთ დღის წესრიგით ორ საკითხს. ჩვენ გვაქვს დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის 2026 წლის პროექტის განხილვა პირველ საკითხად და შემდეგ გვექნება ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ანგარიშის შესრულების 6 თვის საკითხი. მომხსენებელი გახლავთ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ ბატონო გიორგი. ბოდიში დღის წესრიგი დავამტკიცოთ ამ სახით. მადლობა. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2026 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, თუმცა ვინაიდან 26 წელთან ერთად მე მიწევს წლევანდელი ბიუჯეტის შესრულებაზეც საუბარი, თქვენი ზრებართვით ერთობლივად მოგახსენებთ ორივე საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა კითხვები, რომელი მიმართულებითაც გექნებათ, სათავე თქვენს კითხვებს უპასუხო. სანამ უშუალოდ 2026 წელზე გადავიდოდი, მინდა მოკლედ მოგახსენოთ მოწყლე შეჯამება იმ 20 წლიანი პერიოდის, რაც სრული ციკლი დასრულდება უკვე წელს პანდემიის შემდგომ და ძალიან მოკლედ შევაჯამოთ რა ტენდენციები იყო ჩვენს ეკონომიკაში, ჩვენს ბიუჯეტში და შემდგომ გადავალ უკვე 2026 წლის პარამეტრებზე. პანდემიის შემდგომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციები, იმაზე გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო თავდაპირველად პროგნოზირებული. ჩვენ 2021 და 22 წელსაც ორივე წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რის შემდგომაც განახლდა პროგნოზები და ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განხორციელდა ისე რომ პოტენციური ზრდის ფარგლებში ყოფილიყო, თუმცა როგორც 2023 წელს, ისე 2024 წელს პოტენციური ზრდასთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ტენდენციები იყო და საბოლოო ჯამში ჩვენ 4 წლიან პერიოდში 2021-24 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალო წლიური ზრდა 9.9%, ჯამურად რეალური ეკონომიკა 4 წლიან პერიოდში გაიზარდა 55%-ით, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში თუ შევხედავთ, ზრდა არის დაახლოებით 85% და 2024 წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკის მთლიანმა მოცულობამ 91 მილიარდ 891 მილიონი ლარი შეადგინა. აქ ძირითადი წამყვანი როლი ეჭირა ინვესტიციებისა და ექსპორტის დას. ინვესტიციები 2020 წელთან შედარებით 12.3 მილიარდი ლარიდან გაიზარდა 21 მილიარდ ლარამდე და აქ აღსანიშნავია კერძო ინვესტიციების და რომელიც დაახლოებით 65%-ით გაიზარდა და 13.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ექსპორტის და კიდევ უფრო მაღალი იყო 2020 წელთან შედარებით 140% იყო ჯამურის და თუმცა აქ აღსანიშნავია რომ გაცილებით მაღალი წილი ეჭირა მომსახურების ექსპორტს, რომელიც დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა, თუმცა აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პერიოდში მომსახურების ექსპორტი მკაცრად იყო შეზღუდული, შესაბამისად თუ შევადარებთ უფრო პანდემიამდე პერიოდს 2019 წელს, ამ შემთხვევაში 65%-იანი ზრდა გვაქვს 2024 წლის ბოლოს 2019 წელთან შედარებით. წელსაც დაგეგმილთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ტენდენციები გვაქვს. ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი 2024 წლის ბოლოსთვის დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თუმცა ფაქტიურად რაც 8 თვის წინასწარი მონაცემებია 7.9%-ია წლევრის რეალური ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად განახლდა ჩვენს მიერ არა მხოლოდ განახლდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან, ვინც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აკვირდება და უყურებს და აქვეყნებს პროგნოზებს და ყველა შემთხვევაში არის 7% და უფრო მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ წელსაც რეალური ეკონომიკური ზრდა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს წარმოდგენილია ბიუჯეტით.
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ და მაჩვენებლებმა შესაძლებლები გახადა, რომ საკმაოდ დიდი ფისკალური კონსოლიდაცია განხორციელებული იყო, მოგეხსენებათ პანდემიის დროს გაზრდილი ხარჯების და შემცირებული შემოსავლების პირობებში ჩვენ მოგვიწია დეფიციტის მნიშვნელოვანის და 9%-ს გადააჭარბა დეფიციტის მაჩვენებელმა, ვალმა თითქმის 60%-ს მიაღწია და პირველი პრიორიტეტი იყო ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, რომ მომდევნო წლებში რისკები არ დამდგარიყო ქვეყნის ეკონომიკისთვის, აუცილებელი იყო ფისკალური კონსოლიდაცია, ანუ დეფიციტის და ვალის შემცირება. 2000 პირველი 2 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ჩვენ უკვე 2022 წლის ბოლოსთვის შევწელით, რომ ვალი დაგვიბრუნებინა უსაფრთხო დონეზე, რაც არის 40%-იანი ნიშნული, ხოლო დეფიციტის მაჩვენებელი დაუბრუნდა კანონით გასაზღვრულ 3%-იან მაჩვენებლებს. ამის შემდგომ უკვე ვალს აქვს კლებადი ტენდენცია და გასული წლის ბოლოს 36.1% შეადგინა, ხოლო დეფიციტის მაჩვენებელი 2023 წლის შემდგომ საშუალოდ 2.5%-ის დონეზეა და ესე ნარჩუნდება ეს მაჩვენებელი. ნომინალურ გამოხატულებაშიც რო შევხედოთ, დაახლოებით 2 მილიარდ 400 მილიონი ლარით შემცირდა დეფიციტის მოცულობა. მსგავსი დიდი კონსოლიდაციის მიუხედავად ჩვენ მაინც შესაძლებელი გახდა და შევძელით, რომ ბიუჯეტის მოცულობა, ნაერთი ბიუჯეტზე მაქვს საუბარი, დაახლოებით 9 მილიარდი ლარით გაზრდილიყო და ეს რაზე გადანაწილი და ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. პირველ რიგში ამ თანხის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 38% მოხმარდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას, 3.5 მილიარდით გაიზარდა აღნიშნული მიმართულებები ჯამში და 8 მილიარდ ნახევარს აჭარბებს 2025 წელს. ამ თანხის ფარგლებში, რა თქმა უნდა, დიდი წილი წაიღო საპენსიო უზრუნველყოფამ, ასაკით პენსიონერების შემთხვევაში პენსია გაიზარდა 70 წლამდე პირებზე 100 ლარით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 122 ლარით, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირებისთვის 175 ლარიანი იყოს და ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 210 ლარი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ასაკის პენსიონერთა ბენეფიციარები გაიზარდა დაახლოებით 85,000-ით და ამ კომიტეტის ერთ-ერთი სამუშაო რეჟიმში რაც განვიხილეთ ჰქონდა და საკმაოდ აქტიურად მუშაობით კომიტეტთან ერთად და რა თქმა უნდა შესაბამის უწყებებთან ერთად ჩვენ შევძელით, რომ დაახლოებით 40%-ით ცოტა უფრო მეტით გაგვეზარდა ძალოვანი უწყებების, ეს არის ჯარისკაცების, პოლიციელების საპენსიო უზრუნველყოფა, მოგხსენებათ 560 ლარიანი ზედაზღვარი მოქმედებდა დაახლოებით 18 წლის განმავლობაში და ეს ზღვარი შეიცვალა და ასევე მოხდა გადაანგარიშება თითოეულ ნამსახურებელ წელზე ამ პენსიებისგან, გაცილებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს დღეს, ვიდრე იყო ამ 4 წლიანი პერიოდის დასაწყისში. ჯანდაცვის პროგრამები საკმაოდ დიდი მოცულობით 600 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი, რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, დაახლოებით 1 მილიარდ 800 მილიონი ლარით მოხდა ამ მიმართულებით და ბოლო 4 წლიან პერიოდში საკმაოდ დიდი ზრდა, 9 მილიარდი ლარიდან 1 მილიარდ 800 მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და ამ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე შესაძლებელი გახდა ჩამურად 4 წლიან პერიოდში სახელმწიფო ანაზღაურება გაზრდილიყო დაახლოებით 60%-ით, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ნაბიჯი იყო და ეს კიდევ შემოხსენებაში მექნება და წელსაც გრძელდება დამატებით 10%-იანის და არის 2026 წელს გათვალისწინებული. რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის პარამეტრებს, მოკლედ მოგახსენებთ ძირითადად ეკონომიკურ პარამეტრებს, თუ რას ეკუთვნობა 2026 წლის ბიუჯეტი, როგორც წინა წლებში აქაც გვაქვს კონსერვატიული დაგეგმა, არ გვაქვს ოპტიმისტური სცენარი ასახული ბიუჯეტში, შესაბამისად რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენს 5%-ს. ნომინალურ გამოხატულებაში ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წელს იქნება 110.5 მილიარდი ლარის ოდენობით, შემდგომ წლებში უკვე არის 5.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა და მივიღებთ 140 მილიონ ლარზე მეტს ქვეყნის ეკონომიკას 2029 წლის ბოლოსთვის. გარდა ამ პარამეტრის მნიშვნელოვანია დეფიციტი ასევე, რომელიც მომდევნო წელს განსაზღვრული გვაქვს ასევე 2.5%-ის ოდენობით და ჯამში საგადასახადო შემოსავლების 26.8 მილიარდთან ერთად შესაძლებელი გვაქვს, რომ რესურსი ბიუჯეტი, რასაც დახარჯავს, ჯამურად იყოს ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში 35.5 მილიარდი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტზე სანამ გადავიდოდე ძირითად მიმართულებებს გეტყვით, თუ რაზე ნაწილდება ეს თანხები, სოციალური მიმართულებით და ჯანდაცვის მიმართულებით
არის დაახლოებით 800 მილიონიანი ზრდა, ეს არის ასაკის პენსიონერებისთვის, რა თქმა უნდა, ზრდა, მათ შორის 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 45 ლარიანი ზრდა და 495 ლარი იქნება პენსია, მაგრამ მთლიან დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 594 ლარი იქნება, 70 წლამდე პირთათვის და არის 20 ლარი და 370 ლარი იქნება, მაგრამ მთლიან დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 454 ლარი იქნება. პენსიასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება შესაძლებელი შესაძლებლობის მქონე პირთა ანაზღაურებაც და აქ შესაბამისად 20 ლარი და 45 ლარი გვაქვს და ასევე 45 ლარით იზრდება ის ზედაზღვარი, რომელიც გათვალისწინებულია სახელმწიფო კომპენსაციებისთვის, შესაბამისად მოხდება ის, ვინც ზედაზღვარზე არ არის ასული ზედაზღვრის მიხედვით მოუწევს დათვლილ პენსიის ჯარისკაცებს და პოლიციელებს გულისხმობისეւ და ამავდროულად პენსიის გადაანგარიშებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მათი საბაზო პენსია იზრდება და შესაბამისად თითოეულ მათგანს გაიზრდება კომპენსაციის მოცულობა. განათლების მიმართულებით 3.4 მილიარდ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც შეეხება თავდაცვასა და უსაფრთხოებას 3.5 მილიარდი ლარია და ანუ აქ 10%-იანი ზრდა ეხანაც ვახსენეთ და რა თქმა უნდა 10%-იანი ზრდა იქნება ისევ გათვალისწინებული როგორც ჯარისკაცების, ასევე პოლიციელების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიმართულებით. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იყოს სახელმწიფო ინვესტიციების ხარჯის მათ შორის და ინფრასტრუქტურის განვითარება ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენ მომდევნო წელს დაახლოებით 7.6 მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავაფინანსებთ მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურა არის 1.2 მილიონი ლარი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ნაწილში გვაქვს 2.6 მილიარდი ლარი წყალმომარაგების სექტორი 570 მილიონი ლარი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა 820 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურა 150 მილიონი ლარი და სპორტული ინფრასტრუქტურა 200 მილიონი ლარი. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს, დავიწყებ შემოსავლებით, შემოსულობებით. ჯამში ჩვენ რასაც მობილიზებას გავუკეთებთ 2026 წლის განმავლობაში არის 30 მილიარდ 290 მილიონი ლარი, რომლის დიდი წილი არის, რა თქმა უნდა, შემოსავლები 24 მილიარდ 600 მილიონი ლარი ასეთრამური შემოსავლები და ამ შემოსავლებში უდიდესი წილი, რა თქმა უნდა, უწირავს საგადასახადო შემოსავლებს 23 მილიარდ 30 მილიონი ლარია, საგადასახადო შემოსავლები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევან ჯამურად საგადასახადო შემოსავლებს კიდე ერთხელ გავიმეორებ გვაქვს 26 მილიარდ 800 მილიონი ლარი საიდანაც 3 მილიარდ 770 მილიონი ლარი მიდის მუნიციპალურ ბიუჯეტებში ხოლო 23 მილიარდ 30 მილიონი ლარი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის წილი სხვა შემოსავლების სახით არის 1 მილიარდ 350 მილიონი ლარი დაგეგმილი გრანტების სახით მივიღებთ 219 მილიონ ლარს პრივატიზაცია ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში 350 მილიონი ლარი გვაქვს თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტში აქედან შემოვა 200 მილიონი ლარი დანარჩენი მუნიციპალურ ბიუჯეტებში შევა სესხების დაბრუნების სახით მივიღებთ 280 მილიონ ლარს. რაც შეეხება ვალდებულებების ზრდის ნაწილში, ანუ ის თანხები, რომელსაც სესხის სახით მივიღებთ, საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღებთ 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს. საინვესტიციო პროექტები, ანუ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი სესხები იქნება 1 მილიარდ 421 მილიონი ლარი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტები 620 მილიონი ლარი. აქ ერთი სიახლე გვაქვს 2026 წლის ბიუჯეტში ვალდებულებების ნაწილში ჩვენ გვაქვს დასაფარი მომდევნო წელს ევროობლიგაციები რომელიც 2021 წელს იქნა გამოშვებული ეს არის 1 მილიარდ 370 მილიონი ლარის ოდენობით 500 მილიონი დოლარია და შესაბამისად ჩვენ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს რომ წლის დასაწყისში მოხდება ახალი ევროობლიგაციების გამოშვება რომელთაც გადაიფარება 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციები და შესაბამისად როგორც შემოსულობების ასევე ხარჯვის ნაწილში გათვალისწინებული 1 მილიარდ 370 მილიონი ლარი. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილს, გარდა იმ რესურსისა, რომლის მობილიზება განხორციელდება უშუალოდ 26 წლის განმავლობაში, ჩვენ დეპოზიტებზე არსებული თანხის გამოყენებასაც გვეგმოთ დაახლოებით 180 მილიონი ლარის ოდენობით და ჯამში ჩვენ 30 მილიარდ 475 მილიონ ლარზე მეტი გვექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან უწყებას მოგახსენებ და შემდგომ გადავალ იმ კომიტეტისთვის უფრო მნიშვნელოვან ორგანიზაციებზე. დავიწყებ ჯანდაცვის სამინისტროთი, რომლის დაფინანსება არის 9 მილიარდ 620 მილიონი ლარი.
2025 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით დაახლოებით 800 მილიონი ლარი, ცოტა უფრო მეტით იზრდება და რაზე ნაწილდება? სოციალური პროგრამები არის თითქმის 7 მილიარდი ლარი, საიდანაც 5 მილიარდ ლარზე მეტი ხმარდება სწორედ პენსიებისა და კომპენსაციების გასტუმრებას. ეს არის ასაკობრივი პენსია და ის კომპენსაციები, რომელიც შესაბამის კანონით არის განსაზღვრული, მათ შორის ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ჯარისკაცები და პოლიციელები. ასევე ჯანდაცვის პროგრამებზე გვაქვს დაახლოებით 2 მილიარდ 36 მილიონი გათვალისწინებული და სხვა მიმართულებები ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილში ასევე განსაზღვრულია შესაბამისი თანხები. განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გამოყოფილი თანხა, უშუალოდ სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა არის 2 მილიარდ 615 მილიონი ლარი, თუმცა აქ კიდევ აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ფუნქციების ნაწილი წელს გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ნაწილი რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელიც შემდეგ დელეგირების სახით მუნიციპალიტეტებს გადაცემს ამ ფუნქციებს. ჯამში ამ ფუნქციების დაჯამებას უნახავთ 3 მილიარდ 228 მილიონი ლარია გამოყოფილი განათლების მიმართულებით წელს ბიუჯეტიდან. კულტურის სამინისტროს ნაწილში 319 მილიონი ლარი, სპორტის სამინისტროს ნაწილში 295 მილიონი ლარი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აქ ბიუჯეტის მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ 97 მილიონ ლარს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია 1 მილიარდ 415 მილიონი ლარი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 184 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა რეაბილიტაცია 514 მილიონი ლარი, აი ეს გადმოსული ფუნქცია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ნაწილში, რაც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში არის 622 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურა 150 მილიონი ლარი და სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში გამოყოფილია 200 მილიონი ლარი. რაც შეეხება უწყებებს, რომელიც ამ კომიტეტისთვის ალბათ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში გამოყოფილი თანხა შეადგენს 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს, მათ შორის 455 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის, ასევე როგორც თავდაცვაში, ისევე თითოეულ უწყებაში გათვალისწინებულია მათი ხელფასების 10%-იანი ზრდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში გამოყოფილი თანხა შეადგენს 1 მილიარდ 473 მილიონ ლარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის გათვალისწინებულია 265 მილიონი ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გათვალისწინებულია 120.5 მილიონი ლარი. გარდა ამისა, მოგახსენებთ სასჯელი აღსრულების, ანუ ჯამში იუსტიციის სამინისტროს უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის სასჯელი აღსრულების პენიტენციარული დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მათი შემდგომი გაუმჯობესების ხარჯები. ჯამში აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილია 313 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში გამოყოფილია 40 მილიონი ლარი, ესეც აღსანიშნავია. ეს არის რაც ძირითადი პარამეტრები, რაც უკავშირდება 2026 წელს, თუმცა აქ მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოგეხსენებათ არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი და როგორც ყოველთვის ჩვენ აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ როგორც უწყებებთან, ასევე შესაბამის კომიტეტებთან და ვფიქრობ, რომ ერთობლივად შესაძლებელი იქნება საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ის ბიუჯეტი, რომელიც უკვე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერით დეკემბერში უნდა დამტკიცდეს. ძალიან დიდი მადლობა, მზადვართ თქვენ კითხვებს უპასუხო. მადლობა ბატონო გიორგი. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ ხელისუფლების დანაპირები სრულდება და საჯარო მოსამსახურებს სადავსა და უსაფრთხოების სფეროში 10%-იანი ხელფასის ზრდა გვაქვს უკვე დაგეგმილი მომავალი წლის ბიუჯეტში. იმედია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან ჩვენი ძალოვნები სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში თითქმის ყველა უწყება ნამდვილად იმსახურებს ასეთ მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ისინი ასრულებენ თავის მოვალეობას ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე. და იმედია, რომ ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. დიდი მადლობა. კოლეგებს ვთხოვ, თუ გაქვთ შეკითხვები. თქვენ ხომ არა გაქვთ უწყებიდან მობრძანებულ სტუმრებს? ძანეთ ბატონო. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით კოლეგებო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში გაგიზიარებთ, ასე ვთქვათ, ჩემს მოსაზრებას. როგორც იყო, ასე ვთქვათ, წარმოუდგენელი მოხსენება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი შეადგენს პირველადი მოსმენით, ასე ვთქვათ, პირველადი განხილვით 275 მილიონ ლარს. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ასე ვთქვათ, ეს არის წმინდა, ასე ვთქვათ, მექანიკური ხასიათის ზრდა და ეს ასახულია მხოლოდ, ასე ვთქვათ, 10%-ით
სახელმწიფო ფონდის დაში, თუმცა ის ამოცანები, მიზნები, რომელიც გააჩნია ამ სამსახურის ბუნებრივია საჭიროების სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას, მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბუნებრივია ამ ნაწილში ჩვენ გვექნება, ასე ვთქვათ, შემდეგი მოსმენის დროს უკვე თვისობრივად განახლებული ბიუჯეტის წარმოადგენელი. იმისათვის, რომ უპასუხოთ რეალურად იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ქვეყნის შიგნით, ასე ვთქვათ, გავანერგოთ ყველა ის საჭიროება და აქედან გამომდინარე, გაცილებით უფრო ეფექტიანი იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ვიდრე ის აქამდე იყო და მაქსიმალურად უზრუნველყოთ ყველა ლოკალური გლობალური საფრთხეების ანალიზი და შემდეგ უკვე ამ საფრთხეების სათანადო რეაგირება. ბუნებრივია ამ ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება სწორედ თქვენ მხარდაჭერა. იმისათვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გქონდეს სათანადო ფინანსური მხარდაჭერა და არ იყოს მხოლოდ ასე ვთქვათ ეს მექანიკური ზრდა. მადლობა. მადლობა ბატონო ლაშა. ბატონი გიორგი ცოტა შეუვალია ხოლმე ესეთ საკითხებში, მაგრამ რაც ეხება თავდაცვასა და უსაფრთხოებას, აქ იჩენს ხოლმე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და იმედია, რომ გათვალისწინებული იქნება ჩათვალეთ ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვთ. ბატონო ვიქტორ ბრძანეთ. მოგესალმებით. ბატონ გიორგი, ხა 10%-იანი ხელფასის და კი კარგია, ხა მეტი ჯობია შეიძლება არ არის, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, გაუმჯობესება და გაზრდა, ხა უსაფრთხოების სამსახურის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ზოგადად მე მგონი აუცილებელია და თუ მაგის საშუალება არ არის, შესაძლებელი არის რაღაც პროექტებს ნამდვილად უნდა მოვაკლოთ და სახელმწიფო უსაფრთხოება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა, ჩემი აზრით. და გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ. უმეტეს დღევანდელ გარემოებებიდან გამომდინარე, არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება ტერორიზმის საფრთხეები, ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და ჯგუფების რაოდენობა და ჩვენი ძალოვნების წყალობით მივდივართ ძალიან ღირსეულად. ძალიან ბატონ თენგის. დიახ, მეც დაუჭერდი მხარს თან ახლა მთელი უსაფრთხოების სისტემის საჯაროდ განხილვა ვერ მოხერხდება და საჭირო არ არის, მაგრამ ის რაც საჯაროდ გავიგეთ, აი თუნდაც მომავალი თაობის, ესე იგი სპეცსამსახურებლების აღზრდის საკითხში იწყება დიდი რეფორმა. თქვენ იცით, რომ თითქმის მოშალეს ეს სისტემა გარკვეული წლების განმავლობაში მე რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ისეთ მაღალი დონე, რომელიც ეკადრება უკვე 21 საუკუნის სპეცსამსახურს ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. და უკვე დაიწყო ეს რეფორმა. თუნდაც ამისთვისაც უკვე სერიოზული ნაბიჯები იქნება გადასათქმელი. აღარ ვლაპარაკობ იქ ისეთ რაღაცებზე, რომელიც საჯარო განხილვას არ ექვემდებარება. თუნდაც ეს ერთი კომპონენტიც კი მეტყველებს იმაზე, რომ მექანიკური ზრდა უკვე აღარ გამოვა. უნდა იყოს კონკრეტული ესე იგი ნაბიჯები გადადგმული, იმიტომ რომ ასეთი ტიპის მაღალი რანგის პროფესიონალების აღზრდა ძვირფასი სიამოვნება, ეს ვერ იქნება რაღაც ელემენტარული უბრალო სასწავლებელი. აქ მაღალი დონის პროფესიონალები უნდა გაიზარდონ. რაც შესაბამის ხარჯებს მოითხოვს. აი თუნდაც ეს ერთი კომპონენტიც კი, რომელიც ახლა ხვალ ვახსენე, იმსახურებს იმას, რომ ზრდა იყოს. არ ვლაპარაკობ იმაზე, რასაც თქვენ მერე კონფიდენციალურად გაივლით და რა თქმა უნდა დაგისაბუთებენ, რომ კიდე სხვა კომპონენტების გასაზრდილი იქნება და ამიტომ მხარი უნდა დაუჭიროთ. მადლობთ. მოგესალმებით. ჩემი აზრით საზოგადოების მხრიდან ზუსტად ესეთი პროცესების მიმართ უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი, ვინაიდან ყველაზე კარგად აქ იკვეთება და აქ ირკვევა, რამდენად სწორად ვითარდება სახელმწიფო. ერთია რომ დღეს ჩვენი ოპონენტები, თუ ქვიათ ოპონენტები, რასაც უდიან საზოგადოებას, რომ ბოლო წლების განმავლობაში არავითარი ეკონომიკური ზრდა არ ყოფილა, პირიქით სტაგნაციებს ანონსებდნენ უკუსვას, უბედურებებს, თუმცა დღევანდელი ციფრები ნათლად აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზეა, ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ესეთი გაზრდილი ბიუჯეტით შევეჭიდოთ იმ პრობლემებს, იმ გამოწვევებს, რაც კიდევ დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდენო წლების განმავლობაში ის დაანონსებული პროგნოზირებული ტენდენციები შენარჩუნდება და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ ამ მიმართულებით. რაც ყველაზე მთავარია ახალგაზრდებისთვის
გასაგონად უნდა ითქვას, რომ როდესაც ციფრებს ეხება საქმე, როდესაც ბიუჯეტზე არის საუბარი, აქ ვერავინ ფიზიკურად ვერაფერს ვერ მოიგონებს და უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება თითოეული მათგანისთვის, რომ გაეცნონ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, გაეცნონ წინა წლების ბიუჯეტს, დააკვირდნენ ტენდენციებს და მარტივად შეეძლებათ, განსხვავებები იპოვნონ, ვინ უფრო გულწრფელი ამ პროცესში, ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, თუ ის მეორე მხარე, რომელიც უბედურებას უქადნის ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა. ბატონო გია. მოგესალმებით ყველას. მე შევუერთდები ჩემი კოლეგების მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ დღევანდელ რთულ ვითარებაში სპეცსამსახურების გამართული მუშაობა ეს არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და წინსვლა, შესაბამისად მეტი ინვესტიციები, ამიტომ მხარს უჭერ, რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო თუ მატერიალური უზრუნველყოფის პირობების ზრდას. იმედია, რომ ფინანსთა სამინისტრო გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას და ეს უკვე შესრულდება პრაქტიკულად მეორე მოსმენის დროს. მადლობა. მადლობა. თუ კითხვები არ არის, გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. პრინციპში მე მგონი ჩვენ განსხვავებულ აზრზე არავინ არ ვართ, ის რომ საჭიროება უნდა იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული, მეორეც არის რომ ყველა სურვილი და ყველა მიმართულება ერთდროულად ვერ დაფინანსდება და ამას ეტაპობრივად უნდა მივყვეთ. მაგალითისთვის მინდა წელსაც აღვნიშნო, რომ როდესაც საჭირო დადგა ისე უსაფრთხოების სამსახურისთვის, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში არ იყო რაღაცა ნაწილი გათვალისწინებული, ჩვენ წლის განმავლობაში გარკვეული რესურსების მობილიზება შევძელით, ამით მინდა დავადასტურო, რომ ეს რამდენად არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკა გვაქვს როგორც კომიტეტთან მუშაობის, ასევე შესაბამის უწყებებთან, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ნამდვილად არ მოვიკოჭლებთ არანაირად, შესაბამისად მომდევნო ორთვიან პერიოდში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიური განხილვები გვექნება, როგორც ოფიციალურ საკომიტეტო მოსმენაზე, ასევე სამუშაო რეჟიმში და საბოლოო ჯამში ერთად შევთანხმდებით იმ მიმართულებებზე, იმ თანხებზე, რაც უნდა გადანაწილდეს შესაბამის სფეროებზე. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის. ჩვენ დღეს ასევე კომიტეტის დასრულების შემდეგ გვექნება ნდობის ჯგუფის ფორმატში შეხვედრა ბატონ გიორგისთანაც და დანარჩენ უწყებებთან და იქ რა თქმა უნდა უფრო მეტ დეტალებზე გვექნება საუბარი. ასევე მინდა რომ ვთხოვოთ თითოეულ მათგანს, რომ წარმოადგინოს სრულყოფილი, არგუმენტირებული მათი მოთხოვნა ამა თუ იმ მიმართულებით ბიუჯეტის დასთან დაკავშირებით. ბატონ გიორგის არის ასევე მეორე საკითხი, 6 თვის ბიუჯეტის შესრულების საკითხი და გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. პრინციპში ძირითად პარამეტრებზე ვისაუბრე უკვე, რაც 6 თვეში გავუპროსდათ 8 თვის მონაცემები. 6 თვის გომარეობითაც თქვენ წინაშე წარმოდგენილია. ძირითად პარამეტრებს კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დიახ, მაგას მოგახსენებთ და ასევე მაქვს 9 თვის მონაცემები, რაც უფრო განახლებული მონაცემებია, ჯერ არ არის გამოქვეყნებული პრინციპში, თუმცა შესაძლებელია ამ მონაცემების წარმოდგენაც. 6 თვის მოგახსენებთ პირველ რიგში, რაც თქვენ წინაშე წარმოდგენილია. დავიწყებ თავდაცვის სამინისტროთი 6 თვეში ქონდა ჩვენ საკასო ხარჯი 886 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 86%-ია და 51%-ია წლიური გეგმასთან მიმართებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 672 მილიონი ლარი იყო და აქ 48%-ია წლიური გეგმასთან მიმართებაში და 96%-ამდეა 6 თვის გეგმასთან მიმართებაში. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში ჩვენ გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 96 მილიონ 500.000 ლარი იყო ათვისებული წლის პირველ ნახევარში, ეს არის 91% და გეგმითი მაჩვენებლებთან შედარებით და 43%-ია წლიური გეგმასთან მიმართებაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში 51 მილიონ ლარზე მეტი იქნა ათვისებული, 47%-ია წლიური გეგმასთან მიმართებაში და 87%-ია დაგეგმილი 6 თვიან პერიოდთან მიმართებაში. ეს არის 6 თვის მონაცემები და მე ასევე შემიძლია, დღის წესრიგში არ არის, თუმცა 9 თვის მონაცემებიც მოგახსენოთ ამავე უწყებებთან მიმართებაში. დავიწყებ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაში 151 მილიონ ლარამდეა ათვისებული, 67%-ია უკვე წლიური გეგმასთან მიმართებაში ათვისება და 87%-ია ცხადვის გეგმასთან მიმართებაში. თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში ათვისება არის 1.221 მილიონი ლარი, 99%-ია ცხადვის გეგმასთან და 70%-ს აჭარბებს უკვე წლიური გეგმასთან მიმართებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო 996 მილიონ ლარზე მეტია, 71%-ია ათვისება წლიური გეგმასთან მიმართებაში, 95%-ია ცხადვის გეგმიურ მაჩვენებელთან მიმართებაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 80 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, 71%-ია წლიური გეგმასთან მიმართებაში და 91%-ს აჭარბებს ცხადვის გეგმასთან მიმართებაში. საკმაოდ კარგად მიდის შესრულებები, ვფიქრობ, რომ აქ რაიმე შეფერხება არ იქნება, პირიქით თუ რაიმე რესურსი იქნა წლის ბოლოსთვის კიდევ შეხვედრად, შესაძლებელია გარკვეული საჭიროებების დამატებით დაფინანსება, გარკვეული გადანაწილებებით იყოს საჭირო და ამასაც შევხედავთ უკვე 10 თვის შესრულებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა. მადლობა, ჩვენ უკვე ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციულად, როგორც ვიცი ბატონო გიორგი, შესრულების ნაწილში ყველა ძალოვან მიმართულებას აქვს ხოლმე ძალიან კარგი შედეგები და ეს ტენდენცია კარგია, რომ კვლავაც გრძელდება და მადლობა მათ ამისთვის. კითხვები ხომ არ აქვთ? კოლეგებო, კითხვები ხომ არ აქვთ? მადლობა. კორუმი გვაქვს ხო? კენჭი ეყრება დღის ესე იგი გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ? მადლობა. ასევე მეორე საკითხი, რომელიც ეხება ბიუჯეტის 6 თვის შესრულება, სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულებას, ვინ არის მომხრე, რომ დადებითად შევაფასოთ მიმდინარე შესრულება? მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ბატონო გიორგი, დიდი მადლობა კომიტეტის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს, აპარატის თანამშრომლებს. ჩვენ ახლა ამის შემდეგ გვექნება ნდობის ჯგუფი, კომიტეტის ხილვა დასრულებულია. მადლობა.